მოგესალმებით ყველას, ახალი ვიდეოთი მოვედით და დღეს უნდა გესაუბროთ თემაზე, რომელსაც ჯერ არ მისაუბრია ამ არხზე და დღეს უნდა წარმოგიდგინოთ ჩემს კოლექციაში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული სუნამოები, იმიტომ რომ რო გადავხადეთ ჩემი ვიდეოების თემას, აღმოჩნდა რომ ეგრეთ წოდებულ ბიუჯეტურ სუნამოებზე არაერთხელ მაქვს უკვე ნალაპარაკები, თანამედროვულად თითქმის ყველა ვიდეოში ვცდილობ ხოლმე ყველანაირი საფასო კატეგორიის სუნამოებს მოვუყარო თავი, მაგრამ ასე ცალკე არასდროს არ წარმომიდგენია სუნამოები, რომლებიც ყველაზე ძვირად ღირებულები არიან ამ წუთას ჩემს კოლექციაში. ტრადიციულად სანამუშავალოდ თემაზე გადავიდოდი მათთვის, ვინც პირველად არის აქ, მე თათავარ, ეს ჩემი სურნელოვანი არხია, სადაც ვსაუბრობ მხოლოდ სუნამოებზე. მე გახლავ სუნამოების კოლექციონერი და თუ ეს თემა შენთვისაც საინტერესოა, ძალიან გამიხარდება ამ არხს თუ გამოიწერ, აქვე გააქტიურეს არის, რომ არ გამოგჩეს ყოველი ახალი ვიდეო და შორტი სრული შემთხვევაში შემომიერთდი Instagram-ზე და TikTok-ზეც. ახლა გადავალ უშუალოდ სუნამოებზე და წარმოგიდგენთ მათ კლებადობის მიხედვით 10 არომატი ავარჩია ჩემი კოლექციიდან, ასევე უნდა გითხრათ, რომ ფასები შევარჩიე მოცულობის მიხედვით, თუ რა მოცულობის ფლაკონი არის ჩემს კოლექციაში. პირველი არომატი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის ჩემი ბოლო დროის უსაყვარლესი არომატი, ეს არის The Merchant of Venice. My Pearl, ჯერ ნახეთ რა სილამაზეა, სიმართლე გითხრათ, აი არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაც საკიდები რო აქვს ფლაკონებს, იმიტომ რომ აი ეს რო კაკუნებს რაღაცნაირად ცოტა ნერვებს მიშლის, ამიტომ მოვხსნი. შეამჩნიეთ ჩემი ვიდეოებიდან, რომ მარგალიტის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. რომ მკითხოთ, როგორი სურნელი შეიძლება კონდეს მარგალიტს, გიპასუხებ სწორედ აი ასეთი. ეს არის უზომოდ კრემოვანი, ელეგანტური, გარკვეულწილად პუდროვანი არომატი, უკანა პლანზე ყვავილები, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან ცხალია, არ არის ტკბილი, არ არის რაღაცნაირად მძიმე და არაჩვეულებრივად არის აი ამ პუდროვან კრემოვანებასთან დაბალანსებული. აი რო წარმოიდგინოთ, ახალ კრემწასმული სხეული დაახლოებით ეგეთი სუნი აქვს. ყოველდღე ვიყენებ, განსაკუთრებით მიყვარს. ძილის წინ აქვს მშვენიერი მდგრადობა, ზომიერზე უფრო მეტი სიაჟი, თანამედროვულად არაერთი კომპლიმენტი დავიმსახურე ჩემი ქმრიდან, რომელსაც ის ძალიან მოწონს. უფრო კარგად რო წარმოგიდგინოთ, ამსგავსებენ Nivea-ს ცნობილ აი ამ კრემს, Nivea-მ იმავე კრემის სუნამო გამოუშვა, მაგრამ საერთოდ ახლოსაც არ მოდის, რა თქმა უნდა, გატესტილი მაქვს. იმდენად სინთეტურია და იმდენად არასასიამოვნოდ მოდის რაღაცა ყვავილოვანი ნოტი, რომ მე პირადად Nivea-ს ის სუნამო ვერაფრით ვერ აღვიქვი. ეს არის ელეგანტურობა, კრემოვანება, ქალურობა ფლაკონში, არაჩვეულებრივად დაბალანსებული, აი ეს ძალიან კრემოვან, პუდროვან, ყვავილოვანი არომატი. ფლაკონების ჩვეულებრივი მსხვერპლი ვარ და ეს არის აი ულამაზესი ფლაკონი ჩემთვის. შემდეგი არომატი, ეს გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქული ნიშპარფუმის სახლის ნიშანეს, აი ეს არომატი, რომელსაც ქვია Wulong Cha. გახლავთ ოქსიდაციის შედეგად მწვანე და შავ ჩაის შორის მიღებული აი ეს ჩაი. არის ძალიან მაგარი მწვანე ჩაის არომატი, რომელიც მე მაგალითად მომაგონებს ლუქსუს სპას. მწვანე ჩაის დამახასიათებელია ეს რაღაცა დამარელაქსირებელი ასოციაცია მოაქვს პირადად ჩემთვის. ზაფხულში განსაკუთრებით მიყვარს და მდგრადობა აქვს ხალხნო არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ნიშანე ძირითადად ექსტრაქტებს უშვებს ხოლმე და აქვს კიდე X სერია, რომელიც კიდე უფრო მაღალ კონცენტრირებული არომატებია. გახსნაში მინიმალურად ციტრუსოვანი არის, არაჩვეულებრივად მიმზიდველი და იდეალურად დაბალანსებულია მწვანე ჩაის არომატთან ერთად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ალბათ სადღაც რაღაცა 60% მამაკაცური არომატად შეიძლება მიიჩნიოს, საერთოდ არ არის ტკბილი, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩემთვის სუნამოს სქესი არ აქვს, ამიტომ ვიყენებ და გამოვიყენებ იმას, რაც მე სიამოვნებს და მიყვარს. მოინიშნეთ ნიშანეს Wulong Cha თუ მწვანე ჩაის არომატები გინდათ და ეძებთ ისეთ არომატს, რომელსაც მდგრადობა ექნება უმაგრესი. შემდეგი არის ჩემი მუშკების მუშკი, ასე რომ ვთქვათ, Serjofis Shooting Stars სერიიდან Apollonia, რომელიც არაერთხელ გაჩვენეთ მე მგონი ჩემ არხზე და არასდროს არ მომბეზრდება მისი ჩვენება. ეს არის ჩემთვის მუშკის სუნამოების ყველაზე მაღალი საფახური, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რა სუნამოებსაც ვფლობ და რაც მაქვს გატესტილი. ძალიან მაგარი თეთრი ყვავილების მუშკის ზამბახის პუდროვანის მშრალი არომატი, კიდევ ერთი ძალიან ელეგანტური არომატი. პირველ ადგილას სწორედ Apollonia მოხვდა, ჩემი გამორჩეულად საყვარელი
მუშკის არომატი, თვითონ ფლაკონიც იცით რომ აი უზომოდ მომწონს და რამდენადაც მე ვიცი აი ეს ვერცხლისფერი ფირფიტები ფლაკონზე სწორედ ხელით არის დამუშავებული. შემდეგი არომატი ეს გახლავთ ბრიტანული ნიშ პარფიუმის სახლის Testament London Collection-ის აი ეს უნამო Testament Collection-ი ერქვა, ახლა Testament London გახდა Mirage, აი ასე ქვია. არ ვიცი ჩანს თუ არა, ძალიან ლამაზი ფლაკონი აქვს. ეს ფლაკონი რეალურად არის მუქი იასამნისფერი და ეს გახლავთ ხილის ძალიან წვნიანი არომატი. რაღაცნაირად მოაქვს აი შანელის უნამოებისთვის დამახასიათებელი ეს ელეგანტურობა, უმაგრესი მდგრადობა. ერთხელ ვიდეოს გადაღების დროს წევრი გავაბყურა ხალხნო და კინაღამ დავიხრჩვი, ამიტომ 2-3 გავყურება სრულებით საკმარისია, რომ აფრქვიო და აფრქვიოთ. ბევრნაირი ხილი აქვს ეს ლიჩისის დამახასიათებელი ცოტა მომჟავო წვნიანება და მე-6 ადგილზე ამ სიაში გავიდა ქართული ბრენდის უნამო, არც მეტი არც ნაკლები, არ მოგეჩვენათ. ეს გახლავთ ციკოლიას Goldi, რომელზედაც ისიც ჩემი ამბავი რომ ძალიან მახარებს ეს უნამო. ეს გახლავთ ტრილოგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც შექმნა ძალიან ცნობილმა პარფიუმერმა ანტუან ლიმ. ტრილოგიის თემად არის აღებული ომი და სამივე ეს არომატი ტრიალებს სწორედ აი ამ ომის თემატიკის გარშემო. ეს არის დასაწყისი, აქ უნდა იყოს დენთი, სხვადასხვა საომარი საშუალებების, ასე რომ ვთქვათ, სურნელი და პირადად ჩემთვის ეს არის რაღაცნაირად დიზელის სუნსაც ეძახის ჩემი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა, თან ამავდროულად აქვს ეს რაღაცა პიკანტური სურნელი, რომელიც შავი ვარდისთვის არის დამახასიათებელი, რომელიც აქ არის პილპილთან ერთად. პირველი რამდენიმე საათი სხვათა შორის ძალიან ძლიერი პროექცია აქვს, მე შედარებით ნელდება. მიფლაკონის თემა, რა თქმა უნდა, აღებული არის ჩვენი ქართული ქვევრიდან და იდეაში ამ ფორმებს იმეორებ. ძალიან მინდოდა რომ მქონოდა ერთ-ერთი მათგანი და ის ჩემს კოლექციაში მოხვდა. სიმართლე გითხრათ, ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ ჩემი მეუღლე იყენებს ხშირად და ძალიან მოსწონს. მახარებს მე პირადად ეს, ხო, ციკოლიას ეს არომატი Goldi მოხვდა მე-6 ადგილზე ყველაზე ძვირად ღირებულ სუნამოებში. მე-5 ადგილზე ამ სიაში მოხვდა Initio Parfum Privé-ს აი ეს არომატი, რომელსაც ქვია Rehab და ის შედის Hedonist-ის სერიაში. და ამ სერიაში შემავალ სამივე არომატს ასეთი თეთრი გლუვი ზედაპირის მქონე ფლაკონი აქვს და ვფიქრობ ისინი ყველაზე მსუბუქი, ყველაზე სენსუალური არომატები არის Initio-ს ლაინაპიდან. გადათ Hedonist-ის დევიზია გადატვირთა და დაიწყო პროცესი სრულყოფილების მისაღებად. და სწორედ ეს reset-ი იწყება სწორედ Rehab-ით, რომელიც პირადად ჩემთვის არის რელაქსაციის არომატი. გარკვეულწილად კომფორტის სურნელი, როდესაც სხეული და გონება სრულ ჰარმონიაშია. ეს არის სანელებლიანი, სასიამოვნოდ ტკბილი ლავანდას არომატი. ძალიან დიდი ხანი არ გამომიყენებია და ხვდები როგორ მომნადრებია, განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე აი ზამთრის უღიმღამო დღეების დროს, როდესაც ისედაც ხასიათი არც ისე მოწოდების სიმაღლეზეა ხოლმე, სწორედ აი ეგეთი დღეებისთვის არის Rehab-ი პირადად ჩემთვის მისწრება, თან ბოლო დროა ჩემი უღლეს ძალიან მოსწონს ის და ის უფრო მეტად აქტიურად იყენებს ამ არომატს. კიდევ ერთხელ უნდა დავყნოსო, როგორ მომნადრებია. ძალიან კარგი მდგრადობა და შესამჩნევი პროექცია სიაჟი აქვს. ვისაც სურვილი გექნება და აუცილებლად გადაესწრეთ Initio-ს აი ეს უნამო Rehab, რომელიც არის ზუსტად ის რა თემის და რა იდეის ირგვლივაც არის ეს მთლიანი სერია შექმნილი. გადატვირთე და დაიწყო პროცესი თავიდან სრულყოფილების მისაღწევად. შემდეგი არომატი ეს გახლავთ Roja Parfum-ის ახალი არომატი 2024-ში გამოსული Elysium Parfum, რომელიც ამ სახლისთვის დამახასიათებელი, აი რაღაცა ხილოვან, ყვავილოვანი, ძალიან ქალური არომატი არის, რომელიც მე პირადად დამშრალობის შედეგად მივიღე გასატესტად. ეს არის ყვავილოვანი არომატი. ფრეზია, თეთრი ყვავილები, ცოტა მაგნოლია, ჟასმინის სურნელი, ძალიან ქალური და რაღაცნაირად უზომოდ კიდევ უფრო მეტად გაამყარებს აი ამ თქვენი ქალურობის შეგრძნებას. თუმცა არის ერთი მაგრამ, მე პირადად ვთვლი რომ ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული სიტყვა პარფიუმის ინდუსტრიაში და მე ეს უნამო მაგონებს, მაგალითად ლუქს ბრენდის DNM-ს, ვეროთ უფრო double budget-ურ კატეგორიაში შეიძლება მსგავსი უნამოს პოვნა. რამდენად მე გადავიხდიდი იმ ფასს, რაც ეს
სუნამო ღირს, ალბათ არა, თუმცა არჩევანი თქვენზეა. ძალიან ლამაზი ფლაკონი აქვს, ძალიან მდიდრული, აი თავისი მორთულობებით, სვაროვსკის თვლებით, აქ თვითონ როჟას ხელმოწერით, შემიძლია წარმოვიდგინო, ვისაც ასეთი ხასიათის სუნამო უყვარს, უზომოდ გაახარებს ეს სუნამო საჩუქრად. რაც შეეხება მდგრადობას, აქვს არაჩვეულებრივი მდგრადობა, ძალიან ძლიერი და შესამჩნევი პროექცია სიაში. აი მაგალითად მოგიყვებით, თბილისში წასვლის დროს 5 მილilitrიან ატომაიზერში გადავისხით ცოტა, დამწუხაროდ ჩატყდა ეს ატომაიზერი. ყველაფერს აბსოლუტურად, რაც კი მედო ჩანთაში ქონდა ელიზიუმის სურნელი და დღემდე ჩანთას, რომელიც გარეთაც გავიტანე აივანზე, რამდენიმე დღე მქონდა რომ განიავებულიყო, დღემდე აქვს აი ეს სურნელი. სუნამო, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ Armanis ექსკლუზიური ხაზიდან ერთ-ერთი არომატი და ეს არის ხაზი, რომელზედაც ყველაზე ხშირად ვიღებ ხოლმე შეკითხვებს, სად იყიდოთ, როგორ იყიდოთ, რომელ ერთს გირჩევთ და ასე შემდეგ. ჩემი პასუხი როგორც ყოველთვის, ერთი და იგივეა და აქაც გავაჟღერებ ბრმად შეძენაც. არც ერთი ფლაკონისას არ გირჩევთ, ჯერ ეგრეთი ძალიან მაღალია მათ ფასი. ამავდროულად შეიძლება თქვენ ისე არ მოგეწონოთ, როგორც მე მომწონს და დღეს უნდა წარმოგიდგინოთ სუნამო, რომელიც ჩემს არხზე ჯერ არ მიჩვენებია. ეს გახლავთ Armanis ექსკლუზიური ხაზიდან Blue Turquoise, რომელიც მე პირადად აი ძალიან მომწონს ეს ფლაკონი, რა გავაკეთო. ეს არის მსგავსად მისი ფლაკონისა, პირადად ჩემთვის ფირუზისფერი არომატი რა. ეს არ არის ჩემი საყვარელი სუნამოს პროფაილი, მაგრამ აქ ვანილი მარილი არის უზომოდ მაგარი კომბინაციით მოცემული. ეს არის სანელებლიანი, უზომოდ მაგრად გაკეთებული, აკვატური, აი ესეთი მარილიანი ვანილის არომატი, ძალიან მდიდრული, რომელიც ძალიან მაგრად გაკეთებულ ზაფხულს მოგაგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის არომატია სხვათა შორის შემოდგომის მზიანამინდებშიც ძალიან კარგად გამოვიყენე. ცოტა უფრო მეტად შეიძლება მასკულინურად ჩაითვალოს, თქვენ იცით, რომ ჩემთვის ეს არ არის რაღაცა კლიშე შებოჭვა, რომ მე უარი ვთქვა სუნამოზე, რომელიც მომწონს და ხო. როგორც ხედავთ, ეს არომატი ამ სიაში მოხვდა მესამე ადგილზე. შემდეგი არომატი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული არომატი, რაც კი მახსენდება ახლა ესე უცებ, რომელსაც როგორც ძალიან დიდი მოყვარულები, ასევე ძალიან დიდი არმოყვარულები ყავს. ეს არის კურჯიანის ბაკარა როჟი, ჩემ შემთხვევაში ექსტრაქტ ვერსია. ვფიქრობდი ჩამოსა თუ არა ეს სუნამო, როგორც ხედავთ, ძალიან იშვიათად ვახსენებ ხოლმე. ამ არომატს ჩემს არხზე, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმდენად ყველამ და ყველაფერმა შეუწყო ხელი, რომ ეს განცდა გაჩენილიყო, ის აღარ არის ისეთი განსაკუთრებული, როგორც მაგალითად 5-6 წლის წინ იყო. ყველა კუთხიდან, ყველა სიტუაციიდან, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან თქვენ შეიგრძნობთ ბაკარას სურნელს, იმიტომ რომ არაერთი კლონი, არაერთი ჯუბია გამოსული, მისი უნიკალურობის დაკარგვას ხელი შეუწყო აი ამ ყველაფერმა, რაც შემოგითვალეთ, იმიტომ რომ იმისა, რომ მე პირადად ძალიან მიყვარს, აი ჯერ ნახეთ, რამდენი მაქვს ამდენი წლის განმავლობაში გახარჯული, იმდენად ძლიერია. ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს სიაში ის მეორე ადგილზე მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არომატი. ეს არის არომატი, რომელიც კურჯიანმა შექმნა ერთ-ერთი კრისტალების მწარმოებელი კომპანიისთვის 2014 წელს ხორცდები ამ კომპანიამ 250 წლის იუბილე აღნიშნა და ამ თარიღთან დაკავშირებით კურჯიანს დაუკვეთა სუნამო და ბაკარა ეს გახლავთ სპეციალური საღებავი, რომელიც 24 კარატიან ოქროთი 540 გრადუსზე ცხელდება და იღებს სწორედ აი ამ სურნელ. ამ უკაცრავად ფერს ბაკარა რუჟ სწორედ აქედან მოდის. შემდეგ ერთ წელიწადში გამოვიდა ექსტრაქტი, რომელიც პირადად ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა. აქაც გვაქვს ეს ძალიან დომინანტი ზაფრანა, ამბრა, გამწარე ნუში, რომელიც მის ორიგინალ ვერსიაში არ არის და აქვს ეს ძალიან სასიამოვნო სიტკბოება ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის ეს არის არაჩვეულებრივი მდგრადობა, უძლიერესი პროექცია და კილომეტრიანი სურნელოვანი ბილიკი გარანტირებული გაქვთ. ბაკარას აი ამ სურნელს ძალიან იშვიათად ვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად ძალიან გამორჩეული არომატია, იყო ყოველ შემთხვევაში პარფიუმის ინდუსტრიაში, ნამდვილად ძალიან დიდი ფურორი იყო და გულდასაწყვეტად უნდა ვთქვა, რომ რაღაცნაირად ის არის ჩემს კოლექციაში, ალბათ იქნება, ვერასდროს ვერ შეველევი ამ ფლაკონს, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიყენებ მას. და პირველ ადგილოსანი ახალი არომატი, ასევე 2024-ში გამოვიდა. საჩუქრად მივიღეთ ჩემი მეუღლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ამ ხელა თანხის გადახდა.
არა, მე ვერ გადავიხდიდი. ეს გახლავთ მისი უდიდებულესობა ამუაჟის guidance 46 და იცით თქვენ ეს ციფრები ამუაჟის შემთხვევაში აღნიშნავს უბრალოდ რიცხვები აღნიშნავენ პარფუმის კონცენტრაციას კონკრეტულ სუნამოში. ამ შემთხვევაში აქ გვაქვს 46%-იანი პარფუმი და ჩემთვის ესეც მაგალითად ბევრად უფრო მისაღები, ბევრად უფრო სასიამოვნო ფლანკერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი. ხმეც ჩემო უზომოდ მაგარია. ჯერ სანამ უშუალოდ სუნამოს აღწერაზე გადავიდოდი, აუცილებლად უნდა ვახსენო ეს. ამუაჟი ეს გახლავთ ომანური ნიშ პარფუმის სახლი, რომელიც ქმნის ძალიან უნიკალურ სუნამოებს. თავისი ოლფაქტორული ხასიათიდან გამომდინარე, ხარისხით გამორჩეულია, ქმნილებები არის მართლა უნიკალური, აი მეორე რომ არსად არ შეგხვდებათ და ასევე პირად ჩემი შეფასებით ეს არის რაღაც ორიენტალური სუნამოების გაევროპელებული, ხო, შეიძლება ასე ითქვას, ვერსიები, რომლებიც ხო ჩვენთვის ევროპელებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი უნდა იყოს. შესაბამისად, ამუაჟი ქმნის ძალიან ნიშურ სუნამოებს და ისინი ყველა სხვისთვის არ არის განკუთვნილი. ამაში ცუდი არაფერი არ არსებობს. ახლა ადამიანი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, დამწყებითია ნიშ სამყაროში, არ მოეწონება ეგრევე ამუაჟის რაღაცა ძალიან რთული ქმნილება რო დაუდო, გეტყვით, არა, არ მინდა, ეს არ წარმომიდგენიაო. ის რომ ვიღაცა ძალიან უწევს ამას რეკომენდაციას, იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველა სხვისთვის არის განკუთვნილი. შეიძლება ადამიანისთვის, რომელიც უფრო მეტად ლუქს ბრენდების მომხმარებელია, არ იყოს მიმზიდველი. მე პირადად არ ვარ guidance-ის, მისი წინა ვერსიის დიდი მოყვარული და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ მათთვის განკუთვნილი, ვისთვისაც ის ცოტა too much არის. ზუსტად იგივე ხდება, აქაც გვაქვს არაჩვეულებრივად გაკეთებული საკმეველი ვარდის კომბინაცია, ხილოვანი გახსნით, რომელიც უზომოდ მაგრამ მოდის. ამის პარფუმერიც იცით რომ არის კონდენ ტბიში და მას აი ეს სინთეტური ხილის ნოტები ძალიან მაგრა გამოსცის და განსაკუთრებით მსხალი, უფრო მეტი თხილი აქვს, რომელიც ამ სუნამოს უფრო მეტ კრემოვანებას აძლევს. უზომოდ მაგარი, ქალური. ალბათ ის ნაწილი ჩემი, რომელიც მინდა სუნამოებით ვაჩვენო, ყვავილოვანი, ამავდროულად რაღაც ესეთი ღრმა, რომელსაც აი ეს საკმეველი აძლევს სიღრმეს, არაჩვეულებრივად გაკეთებული ვარდის არომატი, თხილი, რომელიც უზომოდ მიმზიდველ კრემოვანი, პუდროვანი სუნამოები აბსოლუტურად ჩემი თემაა და სწორედ მაგას აძლევს. აქვს ხალხნო არაჩვეულებრივი მდგრადობა და ვისაც არ გიყვართ ასეთი ძლიერი სუნამოები, უბრალოდ დაივიწყეთ guidance 46. დატოვებთ უზომოდ გრძელ და ძალიან შესამჩნევ სურნელოვან ბილიქს. ბევრი ვილაპარაკე და ალბათ ხვდებით, რომ ამუაჟ guidance 46 ჩემი ამ წლის ერთ-ერთი აღმოჩენაა. დღეს სულ ეს იყო ჩემი 10 ყველაზე ძვირადღირებული არომატი, რომელიც ამ ეტაპზეა ჩემს კოლექციაში. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი ყველაზე ძვირადღირებული სუნამო, ან რომელს გატესტავდით ამ სიიდან. თუ კომენტარის დაწერა არ შეგიძლიათ, ან ჩქარობთ, ან კიდე რაღაცა 1000 მიზეზი შეიძლება ამისი არსებობდეს, ძალიან გამიხარდება თუ საყვარელ ემოციასაც დააკომენტარებთ, იმიტომ რომ ეს YouTube-ის ალგორითმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო. მე კი ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დროებით.